გადაღება სულ აღარ მინდა არაფრის ისეთი განწყობა. რატო ისმის ასაკობილი? მეტა საშიშია? ხდება, აბა. ძალიან ცუდაა თქვა. გამარჯობა მეგობრებო, დღეს მივდივარ დისნეიში, მეტროთი წავალ და თქვენ წაგიყვან ჩემთან ერთად, წავედით. მეტროს ბილეთის საკიდელათაც რიგი არის. ვეუბნებით, რომ დისნეის ბილეთი გვინდა და გავდგებით და რერ იმ მიმართულებას გავყვებით. ყველგან აწერია. Hello, to ticket Disney. Yep. ვიყიდეთ ბილეთები 2.5 ევროხით თითო. და იქეთ და მე იქედან აქეთ. ამ ბილეთს ავიღებთ და ვათავსებთ აი აქ. ამოდის აქედან. ყველგან აწერია დიდად რერ და უნდა გავყვეთ ამას. არის Disneyland. აბრა იქნება აქ. აი ბოლოში ახადია მიკი მაუსის ლოგო. სამწუთში მოვა და წავედით. მოწესრიგებული მატარებელი არის 2 სართულიანი და აი იქ ან ყველაფერი მივდივარ და ბოლო გაჩერება არის Disneyland-ი. ახადია კიდეც მიკი მაუსი. კი ხარია Disneyland-ში? მივადი ხმალე. პრეზიდენტ Disneyland-ი არის დაახლოებით 35 კილომეტრის მანძილზე და ყველას გირჩევთ, რომ მეტროთი წამოხვიდეთ, იმიტომ საცობები არ შეხვდებათ და როგორც კი ამოდიხართ მეტროდან, პირდაპირ არის აი შესასვლელი. ძალიან მაგარი არის, როგორც კი შემოდიხარ, ეგრევე Disney-ის განწყობა არის. აი იქ არის შესასვლელი. ის გაითვალისწინეთ, ჩემსავით არ მოგივიდეთ, სელფის შოხი გადამაგდებიეს. აქ არის პარკის შესასვლელი. ბილეთი წინასწარ გქონდა ნაყიდი, შევალთ აი აქ უნდა გავატაროთ ბილეთი. როგორც კი შემოვდივართ, ეგრევე არის Disney-ის კინოებში და მულტფილმებში, რომელი სასახლეც არის, აი ეს სასახლე. და ეგრევე ბავშვობაში ბრუნდებით. წინასწარ ჩავწერეთ Disney-ის აპლიკაცია და მონიშნული არის ყველაფერი, ატრაქციონები არის რუკაზე გადადიხარ და ყველაფერი ლოდინის დროც მითითებული არის. ეს არის ძველ ამერიკულ სტილში გაკეთებული. მიდიხარ და ძველ ამერიკაში გონია თავი. ახედე? გადაღება სულ აღარ მინდა არაფრის ისეთი განწყობა. დიდი, პატარა, ყველას უხარია. ბავშვური ადგილია, ყველას ბავშვობაში აბრუნებს. რთული არის ვაწერია და ნახოთ აბა რა არის რთული. ჩამოსვლა ყოფილა რთული. აქ ყოველთვის ახალი წელი არის. ძალიან ლამაზია ეს ადგილი. აქ იყიდება საახალწლო სათამაშოები. 18 ევრო ღირს სტიჩის სათამაშო. აი ბემბიც არის. როგორც ყველგან რიგებია ძალიან დიდი.
როგორც გითხარით, აპლიკაცია უნდა ჩაწერო და შიგნით აწერია ლოდინის დრო. ვერ დავიჯერე, მაგრამ მართალი ყოფილა, 9 საათი ეწერა ლოდინის დრო. ახლა უნდა ნახო იქნება გაიზარდა. ჩვენც მერე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. Star Wars-ის ატრაქციონზე შევდივარ. თუ მოვახერხე გადაღება გაჩვენებთ რა ხდება შიგნით. Où se déroule une bataille décisive de Star Wars. Épreuve bien votre tête contre la vie. რატო ისმის ასაკნებელი? მეტა საშიშია? მე მინდოდა პატარა ბავშვების ატრაქციო. არის ერთი ამლაინი ვნახოთ. მართლაც როგორ ექსპერიენსი. მოვიდა ჩვენი რიგი, რა ვარც იქნა, თუ შევძელი, გადავიღებ. გამომხედე? ირმა. რა ხდება? აბა. ძალიან ცუდაა თქვა. ატრაქციონი მიდის როგორ იცი? იქეთ, ზემოთ, ქვემოთ, ასეც ბრუნავს, ყველაფერს აკეთებს. აქეთ რაღაცები ფეთქდება, იქეთ ლაზერები მოდის. ირმას არ მოეწონა, მე ძალიან მომეწონა. რაც ექსტრემალური ატრაქციონები მოხდონ, ძალიან მაგარი იყო. ამ ატრაქციონს დაუწერდი 10-დან 10. ახლა წავედით შემდეგ ატრაქციონზე. ირმას არ მოეწონა და ამ მანქანებზე მივიყვან. მანქანებზე რიგი არის 35 წუთი აწერია აპლიკაციაში. პატარ-პატარა მანქანები არის, რომელშიც ჩაჯდები და ნელა მოძრაობს. ირმა იმ ატრაქციონის მერე, რომელიც ძალიან მაგარი იყო, ვეღარ არის ისეთ ფორმაში რომ უნდა და პატარა ბავშვების რაღაცეებზე დავჯდებით. ეგონება არაფერი არ უნდაო, მაგრამ მოხვევაც დომია, პედალიც აქვს. გავაჩერებ, რომ წავიდენ და მე წავიდე. თუ არა ძალიან ნელა მიდიან. დავეწევი ახლა. მატორზე დადის, მაგრამ სიჩქარე აქვს შეზღუდული. და რო არ გადავარდე, აი კინები აქვს. აქ შეჯიბს მოვაწყობთ. ძალიან ნელა მოსიარულეები შემხდენ წინ. ნუ რა ვთქვა, როგორიც ჩანს, იმაზე ოდნავ უკეთესი არის. კიდეც უნდა მოუხვიო, კიდეც უნდა დაატორმოზო. უბრალოდ ხალხი ნელა დადეს და შეიძლება გაჩერებები მოგიწიოს. ის ატრაქციონი იყო 10-დან 10. აი ეს ატრაქციონი ჩემთვის იყო 10-დან 5. ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. აქ ყველგანი პოვი, სად უნდა დახარჯო ფული? 15 ევროგეთ. დისნეის ციხესიმაგრის წინ იმართება სანახაობა, სადაც მულტფილმების გმირები ჩამოივლიან. მოდით ერთად ვნახოთ ეს კადრები.
ძალიან საოცარი შოუ იყო. რაც არ უნდა დიდი იყო, ამნაირ რაღაცას რო უყურებ, ძალიან მაგარი არის. სანამ ხალხი იმას უყურებს, დროს ვიხელთებ და აქეთ ვიგები შემცირდა, შევხედე აპლიკაციაში და აქეთ შევალ სხვადასხვა რაღაცებზე. ხალხი იქეთ მიდის, მე აქეთ მოვალ, რიგში აღარ მომიწევს დიდი ხანი დომა. და თქვენც რაღაცნაირად გაითვალისწინეთ. მე კიდე ჭკუა ვიხმარე და რო წამოვედი, დიდ რიგში ყოფნა არ მიწევს. რიგი მაინცაა, მაგრამ იმხელა არა, გამხელაც ადრე იყო. და აი ხალხი ხლა მოდის ნელ-ნელა. Podría ser mi tío, ¿no? ფიფქია და შვიდ ჯუჯაძე იყო ეს ატრაქციონი. თუ გაქვს ნაყურები რა თუ იცი? კარგი არის. ეს რიგი რამდენად ღირს ამის საყურებლად არ ვიცი, მაგრამ რავი, თუ მოდიხარ უნდა ნახო უეჭერე. 10-დან 10 დაუწერდი, თუ გაქვს ფიფქია და შვიდი ჯუჯა ნანახი და 10-დან 5 დაუწერდი ისე თუ მოდი. მაგრამ ფიფქია და შვიდი ჯუჯა ვის არა აქვს ნანახი. ამიტომ 10-დან 10 წავედით. შემდეგი ატრაქციონი არის პინოქიო. ესეც სავარაუდოდ იმნაირი იქნება, თაჯდები და წახვალ და რაღაცები იქნება პინოქიოდან. ჩვენი მატარებელიც ჩამოდგა. Veuillez vous lever et vous écarter en sortant du véhicule. აი ეს იყო პინოქიოს ატრაქციონი. მთელი ისტორიას გიყვება დასაწყისიდან დასასრულამდე. კარგი ატრაქციონი არის, გამოგზაურებს იმ სამყაროში, რომელიც მულტფილმში არის აღწერილი. ამ ატრაქციონსაც დაუწერ 10-დან 10, იმიტომ რომ მაგარი არის. ახლა წავალ კარიბის ზღვის მეკობრეების ატრაქციონზე. ეს მაინტერესებდა, კინოდან გამომდინარე მაინტერესებდა. დეკორაციაც ლამაზია. ახლა წავალ და ვნახავ შიგნით ატრაქციონზე რა ხდება. თან აპლიკაციაში ვნახე, ისე დიდი რიგი არ არის. უფრო რთულად მოსაგნები არის, ან რო დაღამდა არ ვიცი. რის გამო, მაგრამ რიგი არის ძალიან პატარა. წავედით. ყველანი ჩემსკენ, წავედით. ყველა დღეა ნამყოფი, მე თმა მე მინდოდა. Back. What's up, Thank you. Si vous êtes assez téméraire ou déraisonnable pour affronter une malédiction antique, eh bien, avancez. The waiting wood, and move the soup.
Tiens, vous prenez la marchandise. Oui. J'ai entendu 6. Qui offre 6? Si tu dis ma carte. Oh, c'est la carte au trésor pour Surya Malheureux. Piraterie, de fripouillerie et de tout ce qui finit. Jackie. Oui. Yo, oh, a bard's life for me. Je porte un dos. Ah, numéro 1. And your boat making until you reach the dock. როგორც ყველა ატრაქციონზე, აქაც არის თემატური მაღაზია, რაღაცები შეგიძლია შეიძინო. ძალიან კარგად აქვთ გაკეთებული ყველაფერი. უბრალოდ გინდება რომ ამ ადგილიდან წაიღო რაღაც რა. და რაც შეეხება ატრაქციონს, ყველაფერი ისეთი იყო, მუსიკა, ხან რაღაც ცვიოდა, სახლები იწვოდა. ერთი სიტყვით ამ ადგილს გირჩევთ ყველას. ძალიან მაგარია და ძალიან მოგეწონებათ. ეს ისეთი 10-დან 10 არ არის, წინაც რო გეუბნებოდით. ეს ატრაქციონი არის ყველაზე მაგარი. მომსახურე პერსონალიც პოლში არის შესული, მაგარია. ამ ატრაქციონს ქვია რობინზონი. გარედან რაც ჩანს, ხის ფორმა აქვს და შიგნით ხალხი დადის და შიგნიდან რა ხდება, ეხლა გაჩვენებ, წავედით. Thank you. ყველა ატრაქციონთან ძალიან კარგი თანამშრომლები არიან, მოგზანდი გიძახიან. კარგი არის. აქ ეძინა რობინზონს ხეზე გაკეთებულ სახლში, ასე გადაწყვიტეს. აქ ადგებოდა, გამოიღვიძება, გადახედავდა არემარეს. აი იქეთ დისნეილენდს შეხედავდა, პრინცესას სასახლეს. აგზელებდა მე ანცილს აგზელებდა და ნადირობა. რობინზონის ატრაქციონზე რა ვთქვა, ატრაქციონს ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ დადიხარ ზემოთ-ქვემოთ. ამ ადგილს დავუწერდი სადღაც 5 ქულას რა. თემატური არის, მაგრამ ფეხით რო გიწევს სიარულის ზემოთ-ქვემოთ, ცოტა არ იყოს დამღვრელი არის. მით უმეტეს თუ მანამდე ბევრ ატრაქციონებზე ხარ გამყოფი და იმდენ რიგებში იდექი, რომ რა ვიცი. ინდიანა ჯონსის ატრაქციონი ერთად ცალკე დგას. ამ პარკში მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ატრაქციონი არის. შევალ ახლა და ნახავ რა მოხდება და აიქნება. მარტო შევალ, იმიტომ ირმა აღარ მომყვება. რამდენად მოვახერხებ გადაღებას არ ვიცი. იმიტომ ისე გამოიყურება, რომ პირველ ატრაქციონზე რო შევწდი და დავიკავე კამერა ხელში, აი მან შევწდი. აქ აღარ შევწდები. უბრალოდ ავალ და ჩამოვალ, გეტყვით როგორი იყო. ეს რა იყო, მართალი ვიყავი, ჯერ ძალიან საშიში ატრაქციონი იყო, მე ხამი არის და ვერაფერი გადავიღე. თან სიცივია ხამე რო არის, ავიყინე. ტრემის მხრივ პირველი და აი ეს ატრაქციონი მიახლოებით თანაბრად არის. ექსტრემი ვისაც გიყვართ, შეგიძლიათ მოხვიდეთ ინდიანა ჯონსზე და უკმაყოფილოს მართლა არ დაგტოვებთ. ექსტრემის მხრივ არის 10-დან 10. სავარაუდოდ ახლა არც ერთ ატრაქციონზე აღარ წავალ, ბოლო მომიყვა ამან და მოვუწდი შოუს, რომელიც იმართება პარკის დახურვის დროს. ეს არის პარკის დახურვის შოუ, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუწოდოთ, რადგანაც ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა.
ვინც ბოლო შოუს არ დაესწრება, ის ჩათვალეთ დისნეილენდში არაა ნამყოფი. თუ ფიქრობთ, რომ დავიღალე და უნდა წავიდეო, არ უნდა წახვიდეთ, იმიტომ ეს შოუ არის ძალიან მაგარი. ყველას გირჩევთ, რომ მოხვიდეთ პარიზის დისნეილენდში, არავინ არ ინანებთ. ყველაფერი ძალიან კარგად არის გაკეთებული, ყველა ცდილობს, რომ თავი გაგრძნობინოს ზღაპარში. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. მადლობა ყველას. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.